მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, დღეს მინდა ვილაპარაკო ზოდიაქოებზე და ჩემს ღიბზე არა, ჩემს ღიბს ნუ მიაქცევ ყურადღებას. დღეს მინდა ვილაპარაკო ზოდიაქოზე რა. ადამიანები საკმაოდ ძლიერი არსებები ვართ რა, რაღაცებთან შედარებით რა, იმიტომ რომ იმ გვაქვს, ისა გვაქვს, ესა გვაქვს, ნუ რაღაცა კაი ტიპები ვართ. მაგრამ არსებობს ადამიანების კატეგორია, რომელსაც ჯერა რომ სამსახური კარგი იმის გამო აქვს, რომ როცა იბადებოდა მაგ დროს რომელიღაც ვარსკვლავი იქ იყო, სადაც იყო და არა სხვაგან. მე მგონია რომ ცოტა სისულელია რა ზოდიაქო. გასაგებია რომ ვიღაც ადამიანები ერთმანეთს გვანან. კი, გასაგებია. ერთ და იგივე პირობებში და ვითარებაში დაბადებული ადამიანები ერთმანეთს რა თქმა უნდა ემგონებიან. წარმოიდგინეთ გულისხმობ რას. აი საქართველოში 90-იან წლებში ვინც არის დაბადებული, ვინც დაუშვათ. დავიბადეთ, ყველა ერთმანეთს გავართ რაღაცით რა. აუცილებლად თან, ანუ არ გამოდის სხვა ვარიანტი, არ გამოდის, იმიტომ რომ ყველას ერთნაირი გაზრდის პირობები გქონდა და გაზრდის პირობები გვაყალიბებს ადამიანებად საუბრობ ჯამში და არა ის თუ ვარსკვლავები როდის რას როგორ აკეთებენ რა. ანუ როგორც მეცნიერება იდეაში, ბევრად უფრო საინტერესო იქნებოდა მართლა მეცნიერება რო იყოს რა, მაგრამ არ არის ეს მეცნიერება, ასტროლოგია, ჩემი პირადი მოსაზრებით, просто მაყუთის გასაკეთებელი საშუალება არის რა, ვიღაცას ტელესკოპი აქვს, სხვას არ აქვს და ეს გეუბნება რომ აი ნახე მთვარე ვენერაში შედის და რაღაც ცირობებს. ხო. ანუ მე ჯერა ზოდიაქოსი რო არ მოგატყუოთ. აი ჩაგავასწორო. ოპა. მე ჯერა ზოდიაქოსი. ანუ მართლა მჯერა, მაგრამ პრობლემა რა არის? დაჯერება არ არის პრობლემა. თავარი არის ის, რომ აი დღეს გარეთ ვერ გავალ, იმიტომ რომ ჩემთვის ცუდი დღეა. აი ეგ არის ყლეობა უკვე. ანუ ის კაი რაღაცებს განაპირობებს, მაგაში გეთანხმებით რა, ანუ თვარე სადა თუ არა, მაგას რა აზრი აქვს? ანუ ვინც გაჩნდა იმაში, რა ქვია, რომელიღაც ნახალოვკის პირველ სამშობიაროში ვინცაა გაჩენილი 2002 წლის 7 ოქტომბერს, ყველა ერთმანეთს ემგონება. მართლა ემგონება, როგორ არ ემგონება? აი როგორ არ უნდა გვანდნენ. იმიტომ ერთ დღეს გაჩნდნენ, ერთ და იგივე გარემო პირობები დახვდათ, რომ გამოვიდნენ იქიდან, სადაც გამოვიდნენ და უცებ ეგეთ რეალობაში გაიჭიდნენ ერთად. და ემგონებიან, აბა რას იზამენ. აი მართლა მაინტერესებს, აი რა უნდა ხნან აბა. გავჩ. ხო. მაგრამ აი ის რომ მე სამსახურისთვის დღეს ვერ ვიმუშავებ, იმიტომ რომ დღეს მერწყულებისთვის ცუდი დღე არის სიგიჟე ძმავა. აი რაღაც სხვა დონეზე აიყვანეს რა, ანუ ყველაფერს მაგას აბრალებენ. იქ შეყარებულები ერთმანეთთან ბიჭო არა შენ კურო ხარ, შენთან ვერ გავძლებ. აი ყლებაზარი ძმა, აი რა სიგიჟეა, აი. რაღაცა მე მგონია რომ ჩემ ჯინაზე შვებით რა ეგეთ ფრაზებს ვინც იძახით. მაგრამ მინახავს ეგეთი წყვილები, ვინც იმის გამო დაშორდნენ, რომ ზოდიაქოს გამო ვერ შეეწყობოდნენ. ოღონდ ზირთად გოგო ფიქრობდა ხოლმე ამას. ბიჭებს რატო კიდე ეგ ვერ დავამუყრონ? და ლენკასაც ჯერა ზოდიაქოს, ანუ ზოდიაქოს მეც მჯერა. მე ვარ მერწყული. მე კრისტიანო რონალდუს და ნეიმარს გვაქვს საერთო დაბადების დღე. მაგრამ ყველანი შედარებით რაღაცებით ყველას გავს. აი ყველა ეგოისტები ვართ მაგალითად. მეც კრისტიანოს და ნეიმარის აშკარად ეგოისტები ვართ. მაგრამ ერთი შრომის მოყვარეა. ერთი უბრალოდ დაჯილდოვებულია ნიჭით და მე არც ერთი. ხო რა, რაღაცებით გავართ, რაღაცებით არ გავართ. ეგრე ყველა ადამიანი რაღაცებით ერთმანეთს გავს, რაღაცებით არ გავს. გინდა ის იყოს, მერწყული იყოს და გინდა ხეზე მცოცა. ანუ მაგას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს რა. ხო და მაგას ვიძახი რომ პროსტა რაღაცა ლოგიკურ დონემდე რომ დავიდეთ, კიდე კაიგი იქნებოდა, რომ აი დაუშვათ ყველა მერწყულს ახასიათებს რაღაცა ეგოიზმი. იმიტომ რომ მე რაც დაკვირებული ვარ, ყველა მერწყული ეგოისტია. მაგრამ ყველა ადამიანი შეიძლება იყოს ეგოისტი. აი მაგას არ ვარ დაკვირებული. მაგას თუ დავაკვირდებით, შეიძლება მივხვდეთ, რომ ყველა ადამიანი ეგოისტია. შეიძლება რა, ეგრე არის ყველა ვარიანტში. ხო. აუ, ჩემს ეგოიზმზე გამახსენდა. აი ესეთი მაისური გამომიგზავნა ბატონმა ჟორჟმა, რომელიც მინდა რომ ჩარჩოში ჩავდო და ნუ ღელავთ სახმართან ჭირდება. აი აქ წერია de George u Elosha. ანუ ჟორჟისგან ელოშას. თან იმენა ელოშა წერია, ანუ არ ვიცი რამდენად ხედავთ. მაგრამ აი ელოშა.
ხო და ვიდეოც მაქვს სადაც იძახის რომ ელოშო როგორ ხარო? კი ეს ლიონის მაიკაო და ცოტა ხანში ვილიარეალისაც გამოგიგზავნია და აბა ვნახოთ თუ გამომიგზავნის. მოგეხსენებათ რაღაცნაირი სხვანაირი დამოკიდებულება მაქვს ჯორჯთან მიმართებაში რა ბევრად უფრო გამოჩეულად ვიყავს რატომღაც რა არ ვიცი რატო რა მართლა ვერ ხვდები რატო კვარაც არ მიყვარს ბუდუც და ქოჩორაც და კაკაბაც და ყველა მიყვარს მაგრამ ჯორჯი რაღაცნაირად გამოჩეულად მიყვარს ალბათ იმის გამო რომ საქართველოში არ დაბადებულა გაზრდილა და მინდა რომ რაღაცა უფრო სხვანაირად დავხვდეთ რომ უფრო ქართულად ვაგრძნობინოთ თავი რა მაგის გამო მგონია რომ უფრო მეტად მიყვარს მაგრამ ნუ მიყვარს ეს კაცი და რა გავაკეთო და ადგა და გამომიგზავნა ესეთი ულამაზესი მაიკა თავისი ვიდეოთი რომელსაც ინსტაგრამზე დავდებ დღესა და ჰაით ამას ჩარჩოში ჩავდებ და გამოვაკრავ აგერაკ მეტი არაფერი არ მინდა მე ჩარჩოში ვინმე ხო არ იცით ვინმე რომ დებდეს იმიტომ მჭირდება ხო და აი ხა წარმოიდგინეთ მე რომ ჟორჟმა ის გამომიგზავნა ეს რომ დავაბრალო იმას რომ მე ვარ მერწყული და ის არის თხისრქა აი მაგას ხო ვერ დავაბრალებ ანუ თხისრქა არც ვიცი რა არის მაგრამ ანუ თხისრქა სულ ვიცი სამი ცალი ვინ რა არის მე ვიცი რომ მერწყული ვარ თხისრქა ვიცი იმიტომ რომ ჩემი ერთი ზვაგაცი იყო თხისრქა და მართლა თხისრქა იყო და მაგიტო ვიცი რომ თხისრქა იანვარშია და კიდე რაღაცა ვიცი ამწოდნია ვერ გავიხსენე ლომი ვიცი აგვისტო ხო იგი ჩემი დის გამო всё მოჩა ეს სამი ცალი ვიცი როდის რა არის სახელები ვიცი ყველას მაგრამ როდის რა არის მაგას ვერასდროს ვერ დავამყარ ხო და მოდი ზოდიაქოს დედაც ვატირე ერთად ვიყოთ კარგად ვიყოთ აუ ვის აგინებს ის კაცი ზიგმუნდ ფროიდის დედაც მოყვან ჩვენ დედიკოებს გავუმოჩვით კარგად იყავით კარგად ბრძანდებოდეთ ჯორჯზეც გითხარით ზოდიაქოს გარდა ყველაფერი ვერ ვილაპარაკე ვერაფერი კაუჩი ვერ ვასწრებ რა ეს ბოლო პერიოდია ვერ ვასწრებ რომ ვიდეოში ვილაპარაკო იმიტომ რომ სულ გაქცევაზე ვარ სულ მეჩქარება დავიღალე რა ძმა ვა დღეს მაინც იქნება გადავიღო მე მინდა რომ თამაშის პროცესი გადავიღო რა მე რომ ვთამაშობ ან რომ მიმყავს თამაში მაგის პროცესი მინდა რომ გადავიღო და ვერა და ვერ მოვახერხე ძმა იმენა სულ გადარბენები არის და ვერც ვასწრებ და ისა და ეს კაროჩი კარგად იყავით გაგვაცეთ